მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ დღეს უყურებთ ვლოგს და ეს ვლოგი იქნება ერასმუსის სოლიდარობის კორპუსის მოხალისის ერთი კვირის შესახებ, ანუ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით გადავიღებ რაღაც კადრებს და გზადაგზა გეტყვით ყოველთვის, ანუ ყოველდღე რას ვაკეთებთ და ასე შემდეგ. ასე უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ახლა უნგრეთში არის საღდგომო არდადეგები, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლებში არის დასვენებები და შესაბამისად ჩვენ ძირითად აქტივობებს არ ვაკეთებთ, ანუ რაც მოიაზრებს სკოლებში ვიზიტს, პრეზენტაციების ჩატარებას და ასე შემდეგ. შესაბამისად სხვა რაღაცით რომ დავკავებულიყავით, ჩვენმა ორგანიზაციამ ძირითად ყოველდღე უნდა გავგზავნოს შეშმ ბავშვების ცენტრში, სადაც მათ დავეხმარებით, მათთან ერთად ვითამაშებთ და სხვადასხვა აქტივობებს განვახორციელებთ. ამიტომ გამოყვებით და უყურეთ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 7 აპრილი და დღეს მივდივართ ბავშვების ბანაკში, რომელიც არის ძალიან ახლოს ჩვენთან, მანქანით მივყავართ ორგანიზაციას. ზუსტად გაგცეხილი არ მახსოვს, დავწერ ეკრანზე და უნდა ვითამაშოთ სხვადასხვა თამაშები ბავშვებთან ერთად. Tane bakane video ay uxure. ეხა ნახე როგორ მოვიგებ. დღეს არის უკვე 4 შაბათი. გუშინ და გუშინ წინ რატომღაც ბევრი კადრი არ გადამიღია, იმიტომ რომ ისაც ყოველდღე 2 საათით ვართ მხოლოდ მაქსიმუმ 3 საათით დაკავებულები მოხალისეობრივი აქტივობებით და შესაბამისად ბევრ კადრს ვერ ვიღებ და თან ძირითადად ვართ სულ ბავშვებთან ეს დღეები და არ მინდა რომ ბავშვები მშობლების და ყველას ნებართვის გარეშე ესე YouTube-ზე საზოგადოდ გამოვაჭრენო, ამიტომ ვცდილობ ისეთი კადრები გადავიღო, სადაც ბავშვების სახეები არ ჩანს, რაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბავშვების სახეები თითქმის ყველგან ჩანს. გუშინ ვიყავით ერთ-ერთი ბიბლიოთეკის შენობაში, დაგხვდნენ 12 ბავშვი, დაახლოებით 5-დან მაქსიმუმ 8 წლამდე იყვნენ. უსაყვარლესები იყვნენ და ძალიან გავერთეთ ერთად. ძალიან ბევრი ვიცეკვეთ, ვითამაშეთ, სხვადასხვა ხისგან გაკეთებული ტრადიციული თამაშები და მსგავსი რაღაცები მოვეწონენ ძალიან, რომ მოვდიოდით ლამის გამოგვეტილინენ ბავშვები. დღეს ისევ მივდივართ შეშმ ბავშვების ცენტრში, სადაც გუშინ წინათ ვიყავით და სადაც ხვალ და ზეგაც წავალთ 2 საათით დავეხმარებით იქაურ ადმინისტრაციას. ესეც საინტერესო სადარბაზოა, პირველად ვარ მსგავს შენობაში. სახლამდე რომ მიხვიდე, უნდა გაიარო მთელი აივანი, რომელიც აი აქედან იწყება. და ჩვენი სახლი არის სუსულ ბოლოს. ასევე საინტერესო რაც აქ არის ის რომ აი ეს არის ნაგვის ურნა მთელი სართულის. ეს უნდა გადმოწიო, ნაგავი ჩადო და მილით ჩადის თავის ადგილას, ანუ გარეთ არ გვიწევს ნაგვის გატანა. She's stupid. Cherish your მოკლედ განვიხილე რომ ცოტათი გავიშერნო, აქ ძალიან ლამაზი მდინარე და ხიდია და ცოტა მაქეთ მინდა რომ წავიდე ჩამოვჭდე სადმე და წიგნი დავიკითხო. ახლა ვკითხულობ წიგნებზე ძალიან დიდი ხანი არ გვისაუბრია და ეს არის დანაშაული მინდა გითხრათ და ახლა ვკითხულობ The Secret Histories Donna Tart's.
დღეს არის 9 აპრილი, ჩვენ მივდივართ ისევ შეშმო ბავშვების ცენტრში. დღეს არ ვიცი რას გავაკეთებთ, გუშინდა იმის წინ გქონდა მოვალეობები რომ დაგვესუფთავებინა მათი ეზო, სადაც თამაშობენ ხოლმე და დღეს არ ვიცი რის გაკეთებას დაგვავალებენ. ასევე დღეს საღამოს 5-დან 7-მდე მივდივართ სხვა ადგილზე დასასუფთავებლად, ამიტომ ჩვენ 3-4 გადავიქცეთ დასუფთავების კომპანიად. გიხდება შრომა. მადლობა. მაყოფილი ვარ თევანდელი სამუშაო დაწყვეტით. უფრო მალე გავიდა დრო. დიახ. აი აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი განაგებულია. დიახ, აი. ხალხი ტრამვიდა. დიახ, ამიტომ აი ასე შრომობთ. შრომობთ, წვალობთ. ბუხმა პოლისთვის. დიახ. პატარა ცხვა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის აღდგომა, ქრისტე აღსდგა. ჩვენ კვერცხებიც კი შევღებეთ უნგრეთში. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური საღებავი არ გქონდა, ვისწავლე ასეთი ტიპი და ტრიკი, რომ კვერცხების შეღება არის რეალური და შესაძლებელი ჭარხლით და ხახვის, კონკრეტულად ხახვის გამოვიყენე, გუსლებით გარედან რაც აქვს რა. და ძალიან ლამაზი გამოვიდა. იმის გარდა რომ ჩვენთან არის აღდგომა, უნგრეთში ტარდება დღეს 12 აპრილს ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მოგეხსენებათ, ვიქტორ ორბანი მართავს პრემიერ-მინისტრის სახით უნგრეთს უკვე 16 წელია. ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან უნდა რომ სისტემა შეიცვალოს, იმიტომ რომ უნგრეთში ყველაზე მაღალია კორუფცია ევროკავშირის მასშტაბით და ზოგადად არ არიან კმაყოფილები ცხოვრების დონით და ყველა უნგრელს ვინც კი გავიცანი და ვისაც ვესაუბრე, ყველა სურს სისტემის ცვლილება და შესაბამისად დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ძალიან დიდი იმედები და მოლოდინი აქვთ და ვნახოთ რა და როგორ ჩაივლის. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად. ხო თქვი.
მადლობა რომ უყურებდით ჩემს ერთ კვირას. იმედი მაქვს რომ კარგი ვიდეო გამომივა. მომავალ შეხვედრამდე.